გაუშვეს, გაუმარჯოს. საღამო მშვიდობისა, ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია, როგორც მოგეხსენებათ, საღამოს 10 საათი და თქვენ უყურებთ პაატას და ნიკას შოუს. რუსთავი ორზე რა თქმა უნდა. ჩვენ შოუს კი მუსიკალურად აცოცხლებსა, კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაღენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. აბაჰე, მიდი, გადადი ამბების მიმოხილვაზე, ჩემო კარგო. ცოტა ხანი მოიცადე, მასეც ნუ ვიჩქარებ, ჩემო ძმაკაცო. მე კი არ მეჩქარება, მეცნიერებმა დადეს კვლევა, რომ დედამიწის ბრუნვა აჩქარდებაო და ჩვენს თუ არ ავყევით, დაგვათენდება. უი, ანუ ეგ მართალია, კაცო, რო ამბობდნენ მაგას. ესე იგი, გუში რომ გამოვედით იმ რესტორნიდან და ფეხი რომ ერეოდა. იმ 4 განსხვავებულის ბრალი კი არ ყოფილა, დედამიწის აჩქარების ბრალი არის, ახლა მივხვდი რა. ცოტა მომეშვა გულზე, მეთქი მალე ვთრები. იგი ეგრეა, შენ განსხვავებულებს აღარ შეგეშინდეს ხოლმე აწი, დედამიწის ბრალი იქნება და უარს დუმეტყვი, მაგას ვერ დავლევო. მოკლედ ისე მიდის საქმე, მე მგონი არაყის და ღვინის მაგივრად დრამინას დალევა მოგვიწეს ყოველ საღამოს. ისე ერთის მხრივ კაია. ხელფასი უფრო მალე ჩაგვერისხება ხოლმე, აი ხედა. მეცა. ის შენი ვალი რომ მაქვს. უფრო ჩქარა მექნება, მოსაცები ესე გამოდის. არ მაწყობს გემოცება, არა უშავს, აწი ისწავლი ჭკუას და რაჭველებისგან ისესხებ ხოლმე. მაგათის მნიშვნელობა რა, დედამიწა აჩქარდება თუ ზე. მაინც ისევ დინჯად გააგრძელებენ ცხოვრებას, რა ენაღლებათ მოდი. ენაცვალები მაგათ, აბა რა. დედამიწა უფრო ჩქარა თუ ვიბრუნებს, 7-8 თვეში ერთხელ მოგვიწევს ახალი წელიწადი, რა მაგარია, საცივები, 7-8 თვეში კარგი. ეგ კია მაგარი, მაგრამ ყოველ 7 თვეში ტეხასმოტრი გვაწყობს. დაფიქრდი უკუჩვენებების აქვს. აი ბატონო, მაშინ უკეთეს გეტყვი. მიხო და მაროს ყურება უფრო მალმალე მოუწევს ამ კარგ ხალხს. ცუდია? არ არის ცუდი. ეგ მაგარია. თან ისევ რუსთავი ორზე რომ გადმოვიდა ეგ სერიალი, ყველას ძალიან უხარია. მართალი. დედამიწასაც და შენელებულსაც. და მოკლედ ჩემო ძირფასებო, აწი უკვე რუსთავი ორზე ყოველ შაბათ კვირას გელოდებით 9 საათიანი კურიერის დასრულების თანახ. ძალიან სასაცილო სერიები გელოდებათ. კი ბატონო, ამ შაბათ კვირას განსაკუთრებით. კარგი, მაშინ გადავიდეთ სხვა ამბებზე. დიახ. პოლონეთში დააკავეს დელივერი კურიერების ჯგუფი, რომლებსაც ბოლო შეკვეთა არ მიქონდათ კლიენტად. შეგიძლია. იკრიბებოდნენ და კეიფობდნენ. რა სიძახი, სად მოისმინე ხა კურიერების ამბავი რა. კურიერში, სად მოისმინე? კურიერების ამბავი კურიერში. რა კნას აბა კურიერმაც. მშიერი კაცი რომ წაიქცეს, სადმე მეორე დღეს ვინ დაარიგებს შეკვეთებს. კი, მაგრამ არა, ამ აინც სწორი საქციელი კაცო. წარმოიდგინე, ელოდები ხინკალს და ამ დროს პოლიცია გირეკავს. თქვენი შეკვეთა დაკავებულია მესამე სადღეგრძელოზე. კარგია? ანუ ზიხარ ელოდები მწვადს და ტელეფონზე მოგდი შეტყობინება. თქვენი შეკვეთა შეჯმულია სიყვარულით და ბადეებით. თან ნამუსენადაც იქცეოდნენ თურმე. ვის სახელზეც იყო ეს შეკვეთები, იმათ სადღეგრძელოს აუცილებლად სვამდნენ მესამე ჭიქრას. აი ისე იყვნენ განაგლებულები, კლიენტს დაურეკეს და უთხრეს, რა არის ეს მარტო პიცა რო შეგიკვეთია, მწვადი და ცოტა დასალები. პიცა გვეყოფა ჩვენო? ბოლოს თვითონ საკურიერო ფირმამ შეიტანა ამათ შეეჭვიდა რატო თუ იცი? სამუშაოს დაწყებით დღიდან რომ საეჭოდ მოპუტკუნდნენ თურმე. ესმის ცოტა გაიღონა მოტოციკლი და რაცა. დაგავების დროს პოლონეთის სპეცრაზმ სანამ შემოსრებულების სადღეგრძელოზე საბადნობელი არ დაალევიეს, მანამდე არ გაყვნენ თორმე არ ჩაბარდნენ ცოცხალი თავი. ახლა კურიერი ამეს რომ მოგიტანთ, კომპლესავილი კვილები უნდა დააკრეჭინოთ, შაურმა ხوارა კვილებში და მივხვდებით რა შეასაკ. ისე
ჩვენ გსაუბრელებს ერთი მინდა ვკითხოთ, თქვენს ეგრე ხო არ ახართ და ბოლოს შეკვეთა სახში ხო არ მღერი ხართ ხოლმე, აბა, სად გაქრით თქვენ ოჯახ აშენებულებო გუშინ იმ სუფრიდან მე და პაატას რომ მოგვიწია სიმღერა. გზა დაგვილოცე. მე მედრებით ყველაც მე და დაანები, მაინც ჩვენები არიან, დაიღანენ ეთყობა ბიჭები და დავიდნენ, აი. მაცადე და დღეს იმას რატო არ მღერი ხართ? შეგედი ახლა ნაირად ვიყურებ ახლა, შეგედი ახლა. ხვალ რა დღეა? ხვალ რა დღეა და პარასკევი. პარასკევი და პარასკევი რა დღეა? რა დღეა ჩემო ბატონო და რა დღეა პარასკევი ჩვენი პატას დაბადების დღეა გენაცვალე ბატონო. დიდი მადლობა. ასე მოკლედ დაბადების დღეა. დიდი მადლობა, კარგია რომ აქ აღინიშნა და ხვალ აღარ შემაწუხებთ. ხვალ ჩვენ ორი დღე არ ვიქნებით, მე პირადად. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ვიდრე ისედაც ვარ და ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო, რა ვიცი, თან ასაკიც მემატება და არ მიყვარს აღნიშნა. თავს ხო უნდა მივხედო, აი დიეტოლოგების საინტერესო კვლევა ვნახე და გეტყვით ახლა. მესმელებ რაო? კარაქიანი პური ახტუნებს. ვითომ. აუ. ბებია ჩემი გავახსენდა ბიჭო. ფიზიკალად არის. ეგ მართალია თუ არა არ ვიცი, მაგრამ სარბენ მილიგზე თუ ჭამ, მაგ შემთხვევაში ალბათ კი. არა ვიცი, ეს დიეტოლოგი ამბობდა, დამიჯერეთ და კარაქის დიეტაზე დადექი, თორემ ჩემსავით ბარიატრია დაგჭირდებათო. ალბათ მართალია. კი ბატონო. მე როგორც ვიცი, კარაქი იმ შემთხვევაში ასუქებს, თუ ტაფაზე დააგდებთ, კაი დიდ ნაჭერს, ზედ კაი მწვადის ნაჭრებს დაალაგებთ მოსაბრაცად, მერე კარგ გუდისყელს დააყოლეთ, ერთ კახური შოტიც. ერთ 3 ლიტრა ღვინოსაც მიაშველებთ. გაჩერდი. აი ბიჭო, შემიღონდა გული. გიორგი, სუფრის კოზებით რომ ჭამ დილაობით, ჩავხიზილალას გენაცვალე, კარაქიანი პური მიაყოლე და გახტები. ჩემსავით წიწყვი. მამა ზოოპარკში ფულის დაზოგვის მიზნით კარგი გადასვლა იყო მინდა ხო იაფიანი დევზი მიიტანეს ცხოველებმა არ ჭამეს ნახოთ ვიდეო შეხედე როგორ არიდებს პირს ხეკი და მოივაუდა ახლა მას დაახლოებით ისე არიან კაცო დალევა არ უნდა და აძალებე შეხედე და როდინძელი განაყინი იყო ეს თევზები კაცმა არ იცის ზოოპარკის ერთ ბინადარ თევზს მსხონებული ბაბუამისი უცვლია. ისე ზუთხს და კალმას თუ მაჭმევენ, დამსვან კი ბატონო ლომის გალიაში და მეც ვიბრდღვინებ საათში ერთხელ. არ არის პრობლემა. რას ლაპარაკობ? მაიმუნები ყოფილან გამრაზებულები. გასიძახი რა. რას მაიმუნობს ეს ზოოპარკის ხელმძღვანელობა? ვერ გავიგეთ ვერავინ. აბა რა, ცხოველს შემოატყუებ? რაც მიწის ზემოტაა, იმდენი 2 მიწის ქვეშ. კი, მასია. თხუნელაზე თუ ამბობ? გავაგზავნებ ცხოველების თემას. მოკლედ მეხანძრეებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყარეს გარეთ. კაია, მე ჩააბარებენ მაგასაც იმ ზოოპარკში ეგერ და დასვამენ გაყინულა იაფიერ თევზზე. მე მგონი დაიტოვეს და თურმე მეხანძრეებს დათვის ბელისთვის სახელიც კი დაორქმევიათ. კაი, კაცო, და რა კარგია. რა დაარქვეს? დათვს რას დაარქმევდნენ, კაცო, დათვს. ო. დათო.
ეს დათოს მამა ყოფილა გაგიჟებული, ბაბა დათო. რა ხალხი ხართო, ბიჭო, საკუთარ სახში ბელი ვერ დაგიტოვები ადამიანს. გერა და დათო. ტყუილად ვიხდი, მაგ სახში იპოთეკას გავგიჟდი. ხოდა ლუს დაურეკავს ცოლისთვის. ეს მეხაცდები რაღაც ცუდად დადიან თურმე უბანში და ბოკვერი მათუ არ დატოვო სახშიო. კაი, შევცვალოთ თემა და შენ ის თუ იცი შემოქმედებითი ადამიანების ორგანიზმი უფრო გვიან რო ბერდება. ფაქტია. შემოვხედეთ. არადა რამდენი წლის ვარ? განსაკუთრებით ეს. აბა, გამეთქობია ხასოზაშვილის რო. იმიტომ გამოვიყურები ჩვენ ასე ახალგაზრდულად შემოქმედებითი ადამიანები რო ვართ. უი, ამ გახსენებაზე რა ქენი, აიღებენ მე კი ავი რომ შესაძლებელი ვარ, მე ბარაც გავვიდა ვადა. ერთად მივიდეთ, კი ბატონო. ხოდა მანდ მეორე მიზეზიცაა შემოქმედ ადამიანებს ყავა ხომ უყვართ თურმე და ყავა კიდევ დამატებით უშლის ხელს დაბერებას. იცოდი? კაია. ყავა დაბერებას როგორ უშლის ხელს, ნუ გადამრია ახლა რაღაცას. როგორ და დალიე დღეში 12 ჭიქა ყავა. ხევს გული და აღარ დაბერდები. რას მელაპარაკებ თორმე. კაი, ნუ გაგისდა გული, მართლა კი არა, ჩვენს მემონტაჟეს ვაშინებ ჯაბანას. დღეში 3 ლიტრი ყავას ვსვამს. ეგრო ყავას ვსვამს. ყავას იმდენს ვსვამს, ეგრო ახალგაზრდავებდეს, ყოველთვე ეკნებოდა ჭიბლარი გადასაკუთრებით. რუბინი ერთი ახი ჩამს ბული ღვარა. ახალგაზრდავებაზე გამახსენდა ჩემო ნიკოლოზ და ყავაზე რამ გაგასენა არ ვიცი, მაგრამ რუსთავში სიდედმა სიძეს თუმე მანქანა სპეციალურად დაუმტრია. აი, სიდედმა. სიძემ მანქანა ისე იყო დამტრეული, გამიხარდა თავიდან, მაგრამ სახში რომ მოვედი, სიდედს ერთი რაკაცრი არ ქონდა. რატომ დაამტრიო, რას მერჩოდიო სიძეს უკითხავს და იმიტომ დაგიმტრიე რომ ახალი უნდა მეყიდაო. და სიძემ რატო არ მიყიდე მერეო? გოგანავხედე, ფასებს ძვირი იყო და მეტად. აი, სამაგიეროდ სიძემ დაასაჩუქრა მერე სიდედრი ახალი მანქანა. მართლა? შავი, ცოტა მოგრძო. ფამილებიანი მანქანაა. შარი რა, სამაგიეროდ სადაზღვევო კომპანიაში გაჩნდა ახალი პროდუქტი, სიდედრისგან დაზღვევა. ანუ მანქანა შეიძლება იყოს ნაავარიები, დანაძირი და სიდედრისგან დამტრა. კი ბატონო. ახლა მაგარი ვიდეო უნდა განახოთ. ელექტრომობილს უკან ჩამული აქვს დაქოქილი გენერატორი და ისე მოძრაობს. დახეთ ვიდეო. როგორია? ის ტესლა ილონ მასკმა მოიგონა და ეს დვიჟოკის მიმაგრება ილო გდანსკმა. ხოდა ეგ ილო გდანსკი შეიძლება მასკმა აიყვანოს სამსახურში. აბა. თუ მანამდე ტესლას აქციები არ გაყიდა და რუსთავის ავტობაზრობაზე დვიჟოკების ბიზნესი არ მოხდა ჩვენმა ილონმა. ხალხ სახსოვსია, ეს იდეალური. გვერდით თუ ამოგიდგება ეს მანქანა, შეგიძლია შენი მანქანა შეაერთო და დატე. ეს ერთგვარი ის არის. აბა, გადაწყვეტა. ილონ მასკი ვახსენეთ და NASA-მ ხელმისაწვდომი გახადა უცხო პლანეტელებზე მასალები და გაირკვა. რა სიძახი, რა გაირკვა? რომ ბევრი უცხო პლანეტელი ჩვენ შორის ცხოვრობს და არ ვიცი. აი, დაჩერცეტა. შეხედე შენ, მე ამ ბოლოს კი გამიშთა ეჭვი. აი, იმ დღეს კურიერმა შაურმა მომიტანა და ვერ მაგებინებდა. მიწერიენით არ ლაპარაკობდა, არც ერთი მიწერი არ დაემთხვა. თუ გამაგიჟა კინაღამ, ხო იცი, ეგ იქნებოდა. არ გამორიცხო. და მე იმ კაცებმა გეჭვი, იმ დღეს რომ შეხვდა ბაზართან მე და შენ. აქვია ისა არა, რასამობ კაცო. ეგ არის ხაშურელი გივია. ხوار გაგიჟდა. ხაშურელი რა. არ შემერა ხაშურს ენაღა ვენერას გან. უცხო პლანეტელები ფრინავი თემშები დაფრინავენო. აი ეგ თუ ამართალი. კი, მასია ნამდვილად ეთახმები. და ეს მსუქანი უცხო პლანეტელები რით დაფრინავენ ნეტა, ეგეც მაინტერესებს. ეგენი ქვაბით. რა ვიცი, ამჯერა ფრინავი თემშების. მარტო ქორწილში თუ მაგ და არა ერთხელ კელეღიშიც ვნახე. ფრინავი თემში. თავად გადაცული მამაკაცი იყო და გედრათ მოიხსენია და
გაფრინდა ეს კი ბატონო. არა, მე მაინც ხაროზე უფრობა გეჭვ. დღეში 20 ნაყის ჭამს და არაფერი მოდი. აი ხაროზე გამახსენე რა. აი საქართველოში ჩამოდის თურმე კეინი ვესტი. მაგას რა ქვია სახელი ბოლო? არ ვიცი, ჩვენ ესე ყველა მიხვდება. შევარცხლე დათლიაბის დაარქვი დათო. აგერ არ ქვია დათო. შენ ჩამოდის კარგი. იხურე და ორ დღეში ყველა ბილეთი გაიყიდა და ჩვენ სპექტაკლზე 23-ში მაგიტო დარჩა 24-ის ბილეთები. მაგის ბრალია ყველაფერი და იჩქარე და წავა მაგი და მე მომადგები. მოკლედ 24-ში დარჩენილია პაადაგულიაშვილის კომედიის თეატრში ბილეთები და იჩქარე სულ რამდენიმე ბილეთია დარჩა გაყიდვაში. მოკლედ ყველა ბილეთი გაყიდულია. ეგეც არ ყავდა ესაღა გია სურამელაკში. აქამდეც უნდა ჩამოსულიყო სხვათა შორის ეგ, მაგრამ თბილისში ისეთი ხარია ორჯერ წააფრიალა თურქეთის აეროპორტამდე უკან. მობისვინე, დედამიწაზე შემომდგარი რომ რეპავს. ხო ეგა? სად იყო ეგ ვესტია თუ რაც არის, კაინია თუ რაც არის. მე და არაბიძე დედამიწაზე შემომდგრები რომ წაღვერო და თბილისს ვღეროდით, აბა? ცოტა ნასვამები მართალია, მაგრამ მე რა მოხდა, კაცო? შეხედი ახლა ფერ გამოგხედე სამგე არ ჯერა. არ ჯერა. ჯერა თუ არ ჯერა? არ ჯერა. კარგი ბატონო, ეხლა ვნახოთ ვიდეო, ჩვენ როდის ვღეროდით დედამიწის შუაგულზე წევიდან. გაუშვით. წავედით. აბა როგორ გავატაროთ ეს ახალი ნიუსი განიევესტის დამღერი გავცელდავით ვირუსი მაისი თვითონ ჩამოდის ჩვენ გიწინ ვაქივნისი იქნებ ვიზა გაგვიჩითოს ჩიკაგო და თბილისი განიევესტის სად იყო ანეტა ვინ იცნობდა ჩვენი თბილისი წაღვერი სულ ყველგან რომ ისმოდა მოგვაძე და შენ ჩვენსავით დიდ გლობუსზე ახვედი ნებართვა მაინც აგეღო სულ ხელიდან წახვედი ნებართვა მაინც აგეღო სულ ხელიდან წახვედი მოდი იქნებ და უმეგობრდეთ ნახტი ძმობა განახო ამერიკა საქართველო აქვე არის რამ გაყო წავარს უკვე ქართულად და ინგლისურად ვუმღერი ხოდა მაგრად ვიქეიბოთ ხიგლითა და ბურგერი იქნებდა საღლი გენახა ქართულად რომ ასემღერი ჩვენი აღმოჩენახა ყურადღება მოგაქციოთ ჩვენებურად ვეცდებით ხოდა მოდი დაუმეგობრდეთ ისტები და ვესტები ხოდა მოდი დაუმეგობრდეთ ისტები და ვესტები საღამო მშვიდობისა ჩვენო რეგიონალური ტელევიზიის ერთგულო მაყურებელო მოგესალმებით რა ფერ ხართ რა შობეთ რა სჭამთ რა სვამთ გადამრია სიზრუნა დედა რა კარგად გამეიყურებით გაიჩერა კარგად თუ გამაიყურებიან ერთი ვერ გავიგე
ევიო, გაჩენი, ერთი წუთი, იგებ ეგონოთ, რომ მართლა ვხედავთ აკედან და მე ერიდოთ და აღარ გადართოთ იმ დასაცვა ვიეტნამურ სერიალზე. ნახარებაო ტელევიზორზე გამის, რა ქვია. მართალი ხარ შენა, მართალი. როგორ ხარ, გენაცვალეთ. გაუვარჯო სემზარ, რა ქენი გუში დალიე, დღეცა ნანო მამით როგორ ხარ, გაუვარჯო. შენა თარაგძინავს, ბიჭო, პატრე ბიჭო. სკოლაში არ მიდიხარ ხარ რაღაცო. თუ როგორ არის შენი საქმე? დაიწიქივა და დაეძიე თორე ახლა ჩვენა შეიძლება ეგეთები რავი წამოგდეს რომ რავი დაძნებ ბარბი მოკლედ კაი თუ მზად ხარ დევისღებთ მაშინ ჩვენს რეგიონალური კულტურის ამბების მიმოხილვა ხო დღეს კულტურული ამბები დღევანდელი კულტურული ამბების სპონსორია ვალოდიას მაწონი მოგოდი თავისით აი ენაზე მეჯდა ბოდიში ხალხო გამიქცია სპონსორ ევი ვაცადე მეიტა და იფული ემადაბიანმა ბიჭო და გამოუცვალე უკვე სლოგანი რა ო რავი ახლა ეგრე მეჯდა რა ვალოდიას მაწონი დელოცოს მაბგონი ეგრე ჯობია მართალია მარტი არ მეიტას მარტივად შეისმება სხვა ო მართალი ხარ თუ მაიტა მაშინ ხო მოკლედ რა გავაგზავნოთ გუშინა ხალხო პოეზიის საღამო გაიმართა სოფელ ბოლქვში მიტოვებული ბიბლიოთეკაში აქეთ არის ხო კონკურსში გაიმარჯვა პლაგიატმა გიამა რომელმაც წაიკითხა საკუთარი ლექსი მერანი ხალხი კედაებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საეგაში ჩემის გადანგრეულო მაგრამ პლაგიატმა გიამა ბოდიში არგუმენტით მიუგო ბიჭო ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანშიო მირმის მიმაფრეს უგზოუკრო ჩემი მერანიო ეგრე წერიაო და ჩემსაშიო ადგილზე კაიწერავს და წინ მიხრი ჩემი მერანი აი ეგრე ქონდა კაცა ვერ ახიდავთ განსხვავებაცო ვერ შეედავები მართალია მაკაცი რასერჩი გამარჯვებულ გიას გადაეცა ფულადი ჯილდო 60 ლარი და დომინო ჩოთკი კი ექნება საცხა ბუღალტერია იყო ცხონებული ბაბუამისი დაადგა ესამით რატანი გაიგაცი ტელევიზორში რადიოს ეგარი კი ბატონო შემდეგი ნიუს მოკლედ შიბლიანის კულტურის განყოფილების ინიციატივითა სოფელი გაიმართა წიგნის პრეზენტაცია მწერალ ლაურა ზუბაშვილ ანტონოვას წიგნის ქურდები ეგრე ქვია რავი სადაც დააკავეს აფთუაი ბიჭი რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით გაიგო პროექტის სახელწოდება და კულტურის განყოფილების გამგესა მოიპარა სამაგიდო წიგნი გამამძიებელი ქალი შორენა მარცხენაყარებში უნდა გამართულიყო სოფლის პირველობა ჭადრაკში მაგრამ ჩაიშალა რატო თეთრ ფიგურებს დედოფალი აკდა და შავებს ორი ბაიკი უაური ეხლა შენა რა ჭადრაკი რა სპორტი არის ბიჭო კულტურა რა შუაშია მანდაიო მამის ვინი აქეთ ზამიან შენ სპორტი მაშინარი ჭადრაკი წაგებული მოგებულს იმდაბას რო გადააფშურის თავზე ასე გარდიგარდემა ლაზიერს რო გადააღალამებს და როს ხედან თავისთვის წყნარად კულტურულად თამაშობენ მაგია უკვე კულტურული ღონისძია მაგეიგე ო რავი კაცო მე იგრე ვიცოდი და იყოს ეგრე მოკლედ ხაშურში გაიმართა ქაინი ვესტის სოლო კონცერტი დიდი მადლობა თემურა კორაშვილსა რადგან თვითონ ქაინი ვესტმა ვერ მაახერხა ჩამოსვლა წვიმსო და ღიაცის ქვეშ ვერ ვიმღერებო ამან იყო ხო მე დარბაზში ვერ ჩაატარებდნენ წვიმა რა დარბაზში ვერო რა ჩაატარებდნენ ზაურა სიმამრის ქელეხი იყო 300 კაცზე ქონა გაშლი ვინ აყრიდა იმ ხალხსა დაცხეს იქაფიდა კი ბატონო ონის რაიონში გაიმართა ღია ჩემპიონატი სწრაფ ლიტერატურულ კითხვას გასიძახი მერე გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა კიდე კითხულობენ და შედეგებს შემდეგ გამოშვებაში მოგახსენენ თუ დამთავრდა ხო გასაგებია სოფელ ტყაჩირის ხალხი გისმის სოფელი ტყაჩირის საძოვრებზე გაზრდილმა ხარმა დიეგო ხარელის საერთაშორისო ფესტივალზე თავარი პრიზი აიღო საქოლნის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ულოცავ დიეგოს ტენორის პანსიონატის კულტურის სახლში
რეპერი დიდთავა ჯიმშერას კონცერტი ხელჩართულ ჯგუფში გადაიზარდა. რადგან რეპერმა მუსიკის გარეშე აგინა ხალხსა. თვითონ რეპერი გადაყვანილია საავადმყოფოში. საავადმყოფოში რაც არის ისა, პრინციპში ეგრე ქვია, რა. ფინანსიური კრიზისის გამო ზემო საქარას თეატრში მსახიობები შეამცირა. ასცილზახი. შესაბამისად ხვალ ალიბაბა და 40 ყაჩაღის ნაცვლად გაიმართება სპექტაკლი ალიბაბა და 12 ყაჩაღი. შეგენაცვალე. ესე იგი, თოხლიაურის კინოთეატრში კიდევა დღესა გაიმართება საშინელებათა ფილმი პრემიერა. ვინ გაგუდა ელდარას სიდედრი. 140-ზე მოწნევა ვისაც ჩვენებაზე არ შაგიშვებენ, უბედური კადრებია. უბისას ლოგიკის თეატრში წარმატებით შეიარა პრემიერა, ჯერ დაიხოცნენ და მერე რაღაც იქორწინებდნენ. კი ბატონო. ციკლის ფოლკლორულმა გუნდმა წარმატები ჩაატარა კასეტაზე ჩაკრულო, ჩაწერა. მემრე სოლისტის ბიჭმა ეს კასეტა ჩადო იმაში რაგატკაში და გაჰკრა ზემოთ. ეხა კოსმოსამდე ვერა, მაგრამ ცაში მაინც გაუშვა ჩაკრულო. აცხადებს მამამისი ჯემალა. მსახიობ ანტონ ენდგრაუნდაშვილს ტიკტოკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სოფელ ყარაძარაში ძველი გასტრონომი კინოთეატრად გადააკეთეს. შაბათს შედგება ჩვენება ფილმისა ემანუელა კოსმოსში. ჩვენება იქნება 10-ზე. ვისაც ბოლო რიგები გაქვთ დაჯავშნილი, თქვენი თეთრეულით მოდით. ჩაიზუბნელმა მხატვარმა სულიკო ჟატულეიშვილმა თავისი საკუთარი მაცივრის ნატურმორტი დახატა გამოღებულ მდგომარეობაში. ნახატი დიდი ვერაფერი, მაგრამ სამაგიეროდ სოციალური დახმარება გვეუზარდა. მოკლედ ზემორაჭი სოფელ წკადისში ჩატარდა წკადისობა 2018. ამავე დღეს გურიაში ჩატარდა ბუკის ციხობა 2032. მაშინ მოკლედ ყველა თავის ხასიათს ერგება რა ეგრე. დედა ბიჭო დააკვირდი ახლა შენ. რაპერ ყვავის თელ ქვეყანაში კულტურა. მაშა კიდე რამდენი რამე წერია, მაგრამ დავიღალე კაცო. უბრალოდ კი არ დავიღალე. საეთერო დრო არ გვიწყობს ხეთსა, გაიგე? მუსიკალური ერთი შოუ იწყება ჩვენს ეთერში. დაკადოლი 2026. კი ბატონო, ასია ჩემო ძამია. ჩვენ ქართველები გინ რიკოც იქით, გინ რიკოც აქეთ ხელოვნებისთვის ვართ შექმნილი. აგე გუშინაც ვაგას ვიძახდი მე იმ სუფას. ეგრეა. მეცნიერებსა, ტექნოლოგიებსა და ეგეთებსა მიხედეთ იაპონელებმა და ამერიკელებმა. ჩვენი საქმის კეთება ვიცით და გვაცალე. გაგიგვირდებათ და სიმღერაც კი გვაქვს ამ თემაზე დაწერილი, აგერ მე და ამ პადიასთან კაცს. არ ვიმღეროთ ზამი? მარა უნდა ვქნათ, კაცო, უნდა ვიმღეროთ, მარა უნდა. სანამ სიმღერას შემოვცხებდეთ, გეტყვით, რომ ამ სიმღერის ჩაწერის სპონსორია კაკაბეთის ხორცის დახლი. ქალაქიდან რომ შემოდიხართ მარჯვენა მხარეს როა მესამე. იკითხეთ გურგენას ბიჭი. ეხლა გაუშვით. ხორცე. დავიდა ჯუჯონი. ქართველად თუ დაიბადე, ქართველადვე გაიზარდე, შენი ნიჭით ყველა უნდა გიცნობდეს. შენი ცეკვა თამაშები, ჰანგები და სიმღერები, სამყაროს ყველა კუთხეში ისმოდეს. სამყაროს ყველა კუთხეში ისმოდეს. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, რაც გამოგდის და რა დარბიანებს. ყველამ საკუთარი თავი უნდა ჩვენოს, ჩამოასხით ჩვენ მივირთმევთ ფიალებს. ყველამ საკუთარი თავი უნდა ჩვენოს, ჩამოასხით ჩვენ მივირთმევთ ფიალებს.
მაგაფშან ხვალიდა მოიყვანა ზაზამწოლი კლავდალევა მიწევს მგონი მოდი აღარ დავლევ ორ შაბათიდან მოდი აღარ დავლევ ორ შაბათიდან ჩვენმა ერმა მთელს დუნიას უმღეროს ჩვენზე იყოს ქეიფი და გართობა ქართველის გულს ყველამ უნდა სული უბეროს რომ არ მოხდეს გლობალური დათმობა ქართველის გულს ყველამ უნდა სული უბეროს რომ არ მოხდეს გლობალური დათმობა ქართველს ამშვენებს იერი ჩვენი მრავალჟამიერი მიღწევები თეატრსა თუ კინოში სპორტშიც ბევრი წარმატება სიხარული აღტაცება აღნიშნო და გამოვხატოთ ღვინოში აღნიშნო და გამოვხატოთ ღვინოში ხელოვნებით შემოვივლით სამყაროს დაფარებსაც არასოდეს დაუშვებ ჩვენ მაგერმა იხაროს და სხვაც გახაროს და კოსმოსში ცეკვასაც კი გავუშვებ ჩვენ მაგერმა იხაროს და სხვაც გახაროს და კოსმოსში ცეკვასაც კი გავუშვებ დახლა გასაცვლელები ვართ რეალიტი ამადროები ამა რეალიტი შოუში ვირბასო ქალბატონებო და ბატონებო სანამ სტუმარზე გადავიდოდეთ მანამდე ერთი საინფორმაციო სახის უბრალოდ ორი განცხადება მინდა გავაკეთო. რაც უკვე გავაჟღერეთ, შეიძლება იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მოკლედ შაბათ კვირას არ უნდა გამოგჩეთ მიხოს და მაროს ახალი სერიები და სად უკვე მიხო და მარო სერიალი რუსთავი 2-ზე გავა და ერთი აპლოდისმენტები. კი ბატონო. და საღამოს 10 საათზე, მოკლედ 10 საათიანი ზონა ხუთშაბათს, როგორც ჩვენი შოუ გადის. კურიერის დასრულების შემდეგ. კურიერის დასრულებისთანავე, მოკლედ წინ ძალიან საინტერესო სერიები გელოდებათ, როგორც ყველა დანარჩენი, ეს კიდე უფრო განსაკუთრებული, მოკლედ არ გამოგჩეთ შემოკარგებო უკვე რუსთავი 2-ზე. ხოლო რაც შეეხება პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრს 23 და 24 მაისს გელოდებით უკვე სპექტაკლზე, სეზონის ბოლო სპექტაკლები, ასე რომ იჩქარეთ და წინა საზაფხულო განწყობა კიდე უფრო აიმაღლეთ შემოძვირფასებო ჩვენს მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, მოკლედ ახლა სტუმარზე გადავიდეთ ჩემო ნიკოლოზ და ძალიან კარგი სტუმარი, ჩვენი მეგობარი. ჩვენი ძალიან მეგობარი, საყვარელი ნიჭიერი ადამიანი, ერთობ ჩემო ბატონო. ერთობ ნიჭიერი და ამაზეც ვისაუბრებ. ერთი ჩემი კახელი მეგობარი მყავს, ძალიან კარგი ადამიანი და იმანიცის ხოლმე. ისე პაატა, რამდენი დილჯოები გაქვს, რომ ვიცი, დილჯო. ხოდა დილჯო ჩამოიტანა. და თუ არა ჩვენ ვინ გააშუქებდა ჩემო ნიკოლოზ, ჩვენ კოლეგას და პარტნიორს და მეგობარს. მოკლედ იმის გარდა რომ კარგი კაცია, იმის გარდა რომ ნიჭიერია, გახლავთ სოხუმის, ფოთისა და სენაკის თეატრების მსახიობი. და რაც მთავარია, ჩემთვის თელაველების სიძე სტუდიაში ჯანო იზორია. მადლობა ჩემო ჯანო. მადლობა. ესე იგი მე გამოვაცხადე სოხუმის ფოთის სენაკის თეატრი თავის თელავი თავისთავად და ფოთის კოლხეთის ფორმაში რატო გამომეცხადე?
სოხუმი მაქვს სახლში და სენაკის გუნდი არაა ჯერ. მუშაობთ ამ საკითხზე. მუშაობთ ამ საკითხზე, შეგეძალ. ნუ ეს არაჩვეულებრივი YouTube სერიალი და ნაბავი მეთქი თლათ ხوار გადავიდა ფეხბურთში თქო და არა, ეს არ გაგვანებო თავი. ეს სხვადასხვა მაგ სერიალის მერე საჩუქრად მივიღე ფოთის კოლხეთისგან და ნუ მაი ჩემი მშობლიური ქალაქია ჩემო ბატა არ მიწყენს არავინ და რა მინდა გითხრა ჩემა ნიკოლოზმა იცის ჩემაც რომ ესე იგი უკვე წინააღმდეგობაში შემოვდივარ ხო ხედავ როგორ უფრთხილდები თელაველების სიძეებს რომ ფოთის კოლხეთთან აქ არ აქვს თამაში სადაც ჩემი შვილი თამაშობს და რა ვქნა ეხა ეს წაგება უნდა გვაპატიო რომ მოგიგებთ დარწმუნებული კარგი ბატონო აი მოკლედ ახლა ილაპარაკეთ ჩემთან ძირითადად ხო და რა აქ მინდა კიდე სახე მქონდეს რა ეს არის სხვათა შორის რამდენიმე სტუმარმა გამოთქვა ეს საყვედური გამოვიდა ხო პრინციპში კისერი მეტკინა როგორ გინდა გენაცვალე ცოტა უნდა გაუძო ეს სპეციალურად არის ჯემოჯანო შენ ახალგაზრდა კაცი ხარ თუ არ მოდუნდეს ადამიანი რომ იყოს მოძრაობაში რა შეიძლება ჩამოეძინოს მე არა მაქვს პრობლემა აი ესე ვიქნები ასე ვიქნები არა ანუ ყოველთვის ხარ სასურველი სტუმარი ბევრი რამე ვთქვი რა მე ხა შენ შესაძლოა დიდი მადლობა ბატ რაც მთავარია და ის პირველი ჩემო ნიკოლოზ რაც არის ჩემთვის და ჩვენთვის როგორც შენი კოლეგებისთვის და შეიძლება უკვე ითქვას ჭარმაგი ხელოვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ესე იგი ამისთანა ჯილდო და ასე ასახელე ჩვენი ქვეყანა ის ასე ვთქვათ მაისური რაც გაცვია და რაც ამ მაისურის უკან დგას მსოფლიო დონის სპორტი ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია და როგორ გვიყვარს მაგრამ ძალიან ბედნიერებაა როცა ერთი ადამიანი მონოსპექტაკლით ჩემო ნიკოლოზ და რაოდენ რთულია ხო აუცილებლად თერაპიესის და სიმბოლური იყო ის შემოსვლა ძაბახლა რატომ მაინც და მაინც ყვარყვარე და კი ბატონო ხო და მე ერთი რამ მენანება რომ აი ეს ნაწარმოები მინდა რომ ძალიან ისე წყაროანკარა ინგლისურით იყოს ნათარგმნი და სოფლიოში ყველა თავრობის წევრ ზედოს კაბინეტში ეგწიგა. მოკლედ მაკედონიის 27-ე საერთაშორისო მონოდრამის ფესტივალზე ჯანო იზორიამ დაიმსახურა ყვარყვარეს წარმოდგენით სადაც თავადი თამაშა ყვარყვარე გრან-პრი ჩემო ძვირფასები. მიულოცოთ რამოდან მისალოცია ბავია. მადლობა მიხარია რომ აი ესეთ წარმატება ჩვენ არტისტებს და ყველას რა თქმა უნდა. კი ბატონო, მე ნათქვამი მაქვს. ვისაც შემი გაუხარდეს და უხარია, ღმერთმა ორმაგად გადაუხადოს და სხვათა შორის დაკვირვებული ვარ. ყველას ორმაგად ღმერთი ახარებს და მე ასე მსურს და ასე უნდა გავიხაროთ რა ადამიანს უნდა გიხაროდეს ადამიანს. აუცილებლად მაგრამ არ გაგირა. მეც მაგ ეგეთი ნათქვამი, ოღონდ პირიქით წეფო. ვისაც შემი წარმატება გაუხარდეს ეთყობა ნაკლებად ჩადიხარ ხოლმე თელავში. ხო. მანდაც მოყვები მაგ ამბავში. რაგერ სოხუმი ფოთი სენაკი ფიზიკურად აღარ არის მაკედონია. ისა ლოს-ანჯელესი. აი ლოს-ანჯელესაც ვისაუბრებ. კი ბატონო. აუცილებლად. ალბათ იმის გარდა რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ შენიშთანა კაც რო გისრო ფიქიდან გამომდინარე მონატრებაც აგაგდა როცა მოგენატრებით ხოლმე შენ თვითონაც გადმორეკე მოვალ სტუმრად რო გვახვეწინებ სადღაც დაგვაწევინე გზაში არა მეც ვენატრებით რა თქმა უნდა ჩემო პატა მე ცალმხრივი ვიცი მარტო ავტობანი ხო თორე მონატრება უნდა იყოს ორმხრივი მოკითხვა უნდა იყოს ორმხრივი ილოსვა უნდა იყოს ორმხრივი და სიყვარული უნდა იყოს ორმხრივი და ლაიქი იქითაც რო არის აქეთაც უნდა იყოს აქვე შეგიძლია რაც გასწავლე აქაც გიძლია აებია მაგასაც ისაც არ ვენატრები და მოკლედ მაგ ბმებს მე შეგადაში შეგახსენ შეიძლება რომ ჩასვახო კი ბატონო ხო და მე ჩვენც თუ მოგენატრებ და დაგპატიჟებს რომელიმე თეატრში და ის თქვენ არ დაგპატიჟოთ ის თქვენ არ დაგპატიჟოთ კი ბატონო ჩემო ჯანო საუბრობთ აგერ მარემ ახლა
ძირითადად ფოთი და თელავით შემოიფარგლებოდა თქვენი საუბარი და ქუთაისში ხوارე ვიქავს ნათესავი ბარე. აგეთაც რო შემოbrunდე ცოტა რამე ქუთაისთან. ისა ნიკუშ ახლა რაშია საქმე. მოკლედ ფოთი, სენაკი სოხუმის აკვატორიაში ვარ. ახლა ელარჯი და იმას საქმეა გებჟალიას ვერ გავწდი. მაგრამ პირდები რომ ივერულ ხაჭაპურზეც გადმოვალ და ხაჭაპურზეც დავისავა შეგედაცვალე. აგროვებთ ქუთაისში შეგედაცვალე აუცილებლად კი ბატონო. ვისაც ჩემი გადმოსვლა არ გავხდა. კი ბატონო. ესე იგი ჯანო, აგერ ხა იმდენი წარმატება შენ თავს რომ ალბათ რა ვიცი რა რამდენიმე სტუმარში ერთხელ ორჯერ თუ გვიწევს ხოლმე ამ ჩახედვა მე და ნიკოლოს რომ გავყვეთ და არ მინდა გესმის რომ რამე გამომჩეს. მოდი რადგან ეხა შენ რაღაცა ისტორიებზე გადავალთ მე ეს თქვენის ნებართვით ჩემო ნიკოლოს მინდა ყვარყვარეს თემა რომ ამოვწუროთ რომ ესე იგი დამდგმელი რეჟისორი და 1 წლის წინ დაიდგა თუ არ ვთქვი. წელიწადი კი წელიწადი გასული. ასლამაზიშვილი არაჩვეულებრივად. კი საბამ. ძალიან კარგი გადაწყვეტა ეხა ყვარყვარე მონო სპექტაკლად წარმოუდგენელი შეიძლება ბევრს მოეჩვენოს და რა შრომა და რა გარჯადებს გასაგებია. რო გითხარ რა ორი სიტყვით რა ხდება. მოკლედ ასეთი ამბავია ჩემო პატარ მაკედონიაში ტარდება 27 ფესტივალია მონოდრამის ფესტივალი ქალაქი ბიტოლა არის ესეთი ძველებური ქალაქია სოლოლაკი ვორონცოვი აი ეგეთი არქიტექტურის სახლები მე შარდენი რო გვაქვს ეგეთი ადგილიც არის მაკედონელიც კი ამხედრებული და ნუ მოკლედ ისეთი ქალაქია რა ძალიან ძველებური ქალაქია თეატრალური და სხვათა შორის თეატრის ტრადიცია ძალიან კარგი აქვს იმიტომ რომ რაც მე ვნახე დახურვაზე სპექტაკლი რომ ეტყობა რომ თეატრალური ქვეყანა და დასიყავთ ერთ-ერთი დასი იყო. მოკლედ ამ მონოდრამის ფესტივალზე იყო მრავალი ქვეყანა ჩამოსული. ჩვენ რომ ჩავედით უკვე მანამდე უკვე ქვეყნებს ნათამაშები ჰქონდათ და აი თქვი ერთხელ რომ როგორი ინტერესი გამიჩნდა კი არა და რა პარალელი გავავლე იცი აი კრივთან მე შეხება მქონია მიკრივია კიდევაც შეჯიბრებებს და აი რაღაცა ხო იცი აი კენჭის ყრას რო ელოდები ვის შეხვდები მე რო გაიგებ რო ის კარგის აი ასეთი რაღაც პარალელებში მქონდა იმიტომ რომ მონო რო იყო ერთი ხო ჭიდილი არის შეჯიბრება სხვაგან ვერ გაიხედავ ხო ზოგადად კონკურსი კარგი რამეა რა ინტერესია იმის რომ ბრძოლის უნარიანია და ბიჭო უცებ პოლონელებმა მაგრად ითამაშეს პოლონელმა მე ბულგარელი ვიხილე მე სასომხეთი იყო კიდე ეგვიპტე და ნუ ბევრი ქვეყნები ჩვენ თამაშობდით დაჯილდოება ხვალ რომ იყოს და დღეს ვთამაშობთ ანუ ბოლო დღეა ჩვენი ნუ მანამდე თავისთავად ჟიურის რაღაცები მონიშნული აქვს ფავორიტი სპექტაკლები რა თქმა უნდა და მე სულ ვამბობ ჩემო პატა კი იცი შენ და ჩემო ნიკო რომ აი როგორი ამბავი იცი სპექტაკლი როდესაც სპექტაკლს მე 40-ჯერ თამაშობ ზოგჯერ კარგად წაგივა ზოგჯერ ისე რა აი ძალიან ალექსანდრე მაკედონურად წავიდა რა აი ისე წავიდა მართლა გზნობდით და თვითონ რეჟისორმაც და ჩვენმა ჯგუფმა ვინც ვიყავით აღნიშნა ყველამ რომ ბიჭო რაღაცნაირი იყო მე ტექნიკურადაც ფესტივალი რო არის გახვედრებენ ყველაფერზე ეს განათებები რაც იქ უმაღლესი დონი უმაღლესი ძალიან კარგი დონის და ბოლოს უკვე ჟიური იქ აღფრთოვანება ტაში ამბები ნუ გასაგებია და მეორე დღეს დაჯილდოება იყო ძალიან ისეთ თეატრალურ პომპეზურად შინდისფერი დარბაზი პომპეზურად რა თქმა უნდა აქ და 3 ჯილდო იყო საუკეთესო რეჟისორი საუკეთესო მსახიობი და გრან-პრი აი სამი იყო ახლა ნახე ქალების თამაშობენ და კაცების კაცო ვიფიქრე ჩვენთვის გქონდა რა პრეტენზია ხო იცი მაინც შანსებს რო იტოვებ ყოფილი იყო კაცო კაცის ის რა გვია ნომინაცია იქნები გამეღო ეგა იქნები სამეღო ხო და ახლა ქალს კიდევ ებრძოლო აქ და იქით და ვიფიქრები და არა რადგან მონო იყო გადაწყვიტეს რომ ერთი მსახიობი იმარჯვებს აქ და ეს ერთი მსახიობი ქალსაც და კაცსაც უგებს და უცებ ჟანო ასე გამოაცხადეს და ნუ გავედი ახლა სცენაზე მე მეხუმრება საბას უთხარი გამომყევი მეთქი რომ ინგლისურად ქართულად ვიტყვი ინგლისურად გაჭირება და ბედნიერება რას არ გაგაკეთებინებს გამოვედი და კია ჩანაწერში მე ვთხარი from Georgia მე ვთხარი my name is Jano Izora actor მე ვთხარი და ფოთი მინდა ბიჭო ვახსენე და Black City პოტი მე ვთხარი იქიდან ვარ შენი ჭირიმე და მე სტანდარტულად კი ავდეგი და კი ბადლობა ხიძე და thank you Macedonia მე ვთხარი thank you მონოდრამა და დედა მამა არ გამიგზელებია რა გარჩა მიგრე მოხდა ეს ამავე და
მე ამის გაგრძელება ხო იცი ეს დამთავრდა ყველაფერი და ახლა ზემოთ რო არის ის დაგემოვნებები ღვინო ამბავი მე ჩემს ცხოვრებაში ხო ესე რო ვიყავი ბენდი უკრავდა და ამდენი დაბოღმილი თვალი არ მინა ზემოთ რა თქმა უნდა ეს გონდა რა ის კონკურენტებიც ხო იყვნენ აბები და ერთმა მითხრა მე მაპატიე თუ ვერ მოვედი სპექტაკლზე უგავიგე და მაგრამ კარგი იყო მე ვთხარი ქალბატონი იყო და მე ვთხარი სხვათა შორის მე ახლა აუქსელი გეძებდი მეთქი გულთაბზეს ვეძებდი და რო ყოფილიყავი იტალიელი იყო რო ყოფილიყავი და ამან რო მითხრა არ ყოფილიყავი რო არ ვიყავი ამისთვის ბოდიშო და თვალებში რა სვატყობდი იცი რა ითამაშა ამ შობელძაღლას რასეთი რომ მობიგო რა და კარგი იყო ეგ იტალიელი ისაც ნანახი ქონდა რა კარგად და მოკლედ ასეთი ამბავი იყო და სხვა სიხარული ქონია ჩემო პატა ეს განცდილი გაქვს შენს თქვენს ყველას და ძალიან ისეთი და რა თქმა უნდა ეს თეატრს პირველ რიგში ყველა ჯგუფს ქალაქს და ქვეყანასაც რა ეკუთვნის აბარა რა ჩემი პატარა მოგრძალებული რა მოგრძალებული არა ვარ ახლა ზად ისე განებიურებული რომ ყოველ კვირაში ჩამოგქონდეს ესეთი გადავედით ახლა ინტრიგნულ კითხვებს. და აბა გამოუშვი. ფული არ იყო ჯილდო? არა და ნახე რა იყო. აბარა. გრან-პრი იყო 500 ევრო. 3 ჯილდო 1500 ევროს დედავატირე რა. ჩადები ეს კონვერტში რა, გაყავი, მიეცი იმასაც 500. ჩემთან ფულიანი პრიზი არ მოდის რა. არა, არ მოდის. აკაცო, ყარი გაქვს დათამაშები და ფულზე. არა, სად არის ფული, არაფერი, ადექიო და ის ყარი რო გაქვს დათამაშები, ორი გაბიგი უნდა იყო ისე. ჩემთან ფული არა, ფული არ იყო, მაგრამ ის რაც არის სულ სტატუეტკის ის რო გვაქვს რა. ხო, მაგინ აი ძვირფასია და ისეთია რა. კარგია. რა თქმა უნდა. კარგია. ფულს კინო ჯილდოში ავიღებთ ალბათ სადმე. აუცილებლად. აუ რა ამბიცია. ახლა გადავიდეთ უფრო შორს. კი ბატონო. დავედი. ჩვენი ჯანო გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იმყოფებოდი, ხო? რა ხდებოდა? ახლა ნახეთ. კაცო, სოხუმის თეატრით, ფოთის თეატრით თურქეთში წავედი. მე ვთქვი ტატუები არ მიყვარს ეს პეგასუსი ხوار დავიხატონეთ გერძზე რა. ისე მიყვა ერთმანეს. მე სოხუმის თეატრით ისევ თურქეთში წავედით. მე უკვე ბევერლი ჰილსში მოხდა ჩვენი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კარს მიღვა, სადაც ნოდარ მარშანიშვილის ფილმია მე და მერაბ ნინიძე ვთამაშობ და აი შევედი იმ ვიზაზე. შევედი ვიზა კიდე იმ გასმა მარტივად წადი წაბრძანდიო და იქ სასტუმროს თემა არ იყო რა, რაღაცა ესე იყო რა, ორგანიკაურ ამბავი და ბილეთი კინოცენტრმა რა თქმა უნდა მადლობა მათ, იქით აქეთ მგზავრობის და დამხვდა ოჯახი ჩემი გოგი დოლიძე შვილიშვილი, ჩვენი კინო ცოდნაში რო გამოვედი ვიზიდან ურეკადაში მე ვთხარი შეუპატრონო რა ახლა დატოვე ეს ლოს-ანჯელესი მე ვთხარი აქა თბილისში რა იყო და მივდივარ მე ვთხარი იქ და რო ყოფილიყავი ხოთი და ნუ ნერვიულობ შენ და ჩავედი და ყველგან ვამბობ რა ეს მადლიერება რა თქმა უნდა ჭანტურიძეების ოჯახი დამხვდა გიორგი, ნინი ფაჩულია დამხვდა კიდე ფოთელი გოგო, რომ აეროპორტში გიორგის ჩამაბარა ეს ამბავი და ახლა რა ხდება? გიორგი სანამ მიმიყვანა და დაურეკა მე პროდუქტებზე ვარ გასულია. სად აღმოჩნდი? სადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემო ნიკა. აგე რა 200 მეტრში გადავდივარ და მორგან ფრიმერის ვარსკვლავი შემეპეთა უცებ. ანუ ბულვარში, ჰოლივუდ ბულვარში. ხო და ეს ჰოლივუდ ბულვარში ახლა დავდივარ და ბიჭო ყურიზერში მაქვს ყველაფერი და უცებ ასე ვხედავ დოლბი თეატრი რა. და მე ვთქვი შენთან როგორ არ დავრეკო, ჩემო სიამაყე, ჩემო ჯგუფელო, ჩემო ძმაკაცო. არა ის რო იყო იქ ყველას მსახიობი მოახვედრა რა თქმა უნდა და ურეკავ ტელეფონზე და ვიდეო თვალით ასე და მიშა მესხი. Привет, Миша, რა შევი? მე ვთხარი აგერ შენ საძინებელთან მდგავარ მეთქი. იქ დავრწმუნდი რომ იქ დაგეძინება კაც და სულ სიზმარში გონია თავი რა იმისთანა გარემო და სიტუაცია და იქ ჩინურ თეატრში იყო ჩვენი ფილმის ჩვენება ეს ცნობილი თეატრი და არნოლდ შვარცნეგერის ნაფეხური განაბეჭდები და ვამბობ ხოლმე მაინც მივედი მე ვთქვი იქ ენტონი ჰოპკინსი იქ დასტინი და ალფრედო მინდა მეთქი კიდე შევეკითხა რა მოძებნის ამას ხო და ალპაჩინო და მივედი ბიჭო ხელი ჩაეტია ეს ხელი ჩაეტია ფეხები ჩაეტია ასე ხო და იჩაეტია და ვეფქე სადმე შემახვედრა მოვიტყუები ხო ის ჩვენებურად ფეხსაცმელი დამჭა და იქნებ მათქო 200 ზომაროზე რო ფესტივალზე და მე რეგ წითელი ხალიჩები ეს იყო საოცრება, კარგი იყო
და მე იყო დაჯილდოების ცერემონიალი, ეს იყო სუფრით ქართველებს გაგვიმართლა. ეგ როგორი დაჯილდოება იყო, იცი როგორც გლობუსზეა ხოლმე, სამაგიდო სისტემით. თევზი გნებავთ თუ ქათამიო, არ მეუთხარი თევზი ბატონო. თევზი და მე დესერტი და მე ღვინო ამბავი და მე უკვე დაიწყო ladies and gentlemen დაჯილდოება ამბები და ფილმიც აღნიშნეს, რა თქმა უნდა, მაგრამ პრიზი დღეს არა ხვალ იქნება აუცილებლად იქნება. ახლა ნავეტანი ნუ მოგივაო ირან მითხრას დებოდან, იმიტომ რომ მე რა ვიცოდი იმის მერე მაკედონიაში 3 დღეში წავედი. და ის ჯილდო რომ ელოდებოდა და ახლა კინო და თეატრი ჯილდო. ახლა ყველა ნავეტანი გამსუყდებოდა ეგ ამბავი და იცი რა მითხარი, ეს ყველაფერი კარგია, მე დარწმუნებული ვარ შენი ისეთ შემოქმედებით წვერვალზე ხარ ახლა, ხო იცი, ეგ არის ხოლმე რაღაც პერიოდი, აი ეხება რომ ყველაფერი და გისურვო მინდა რა ავარია და ეხლა უნდა გადავიდეთ სახალისო ამბებს. კი ბატონო. აი ხა აქ არის ეგეთი მინიშნება რომ თურქეთის ამბავი გაფრინდია, თურქეთიდან ალბათ. ლოს-ანჯელესში ხო ჩავჯექი? ბილეთი მაქვს კაცო ყველაფერი და ეს ბილეთები ბორდინგი ეს გადასაღები მაქვს ეს ყველაფერი უნდა მქონდეს და ბიჭო თან აქედან ერთ-ორმა მითხრა ვიზა კი მოგცეს ამბავი, მაგრამ თლად ეგრე არა საქმეო რო ჩახვალო იქ მესაზღვრებ შეიძლება გითხრას უკან დაგაბრუნოსო და ეს 14 საათი აერჩი როგორი და ჩავჯექი. ათათურქში ჩავჯექი, ლოს-ანჯელესი, სტამბული, ეს თვითფრინავ გირიგებენ ყველაფერს, ფეხსაცმელს, რა ვიცი, წინიდან იფხავი ყველაფერს გირიგებენ, რა ცხოვრობ მოკლედ 14 საათი. ბიჭო ცოტა ჩამთვლება და რაღაცა და ბიდი საუბრები და ერთი მომენტი კი გავხედე ბილეთს. ბიჭო ლოს-ანჯელესი აწერია და ერთი მომენტი კი არა გავეფიქრა უცებ თავში მე ვთქვი რეისი ხوار შეგვიშალა ამის დედავატირე და ერევანში ხوار მივფრინავ მე ვთქვი ამერიკის მაგივრად თელი სომხეთი ამ ფიქრინავდა ჯეროზე მე ვთქვი უბანი ავლაბარი აფრინდა ო და მივფრინავ სადღაც სასომხეთში და აჰა ჯანო შენი ლოს-ანჯელესი გამოწმებდი მე ვთქვი ერთი ამერიკელი მანახაში გრი ცოტა სხვანაირიერი აი ჩვენი შეირანა არის მოძმე შეირან თქვენ ხართ სულ თქვენ ხართ იქ სულ ლოს-ანჯელესი თქვენია ზღო კარდაშიანები ყავთ კიდე ზემოთ და ფერი ამბები შეირას არ ეცალა მაგ ჩაწერა მქონდა თუ ესეც მოდიოდა კი ზღო კიდარ ხო იცი ახლა კეთილი შური თუ რა შურია ვიფიქრე ამ ქართველებმა როგორ ვერ მოვიკიდეთ ფესვი ერთ სადმე მეთქი რა ასე როგორც არის და სხვათა შორის ძალიან ისეთი თანადგომა ერთმანეთის და ძლიერი დიასპორა ყავთ რა და ამიტომაც თვითფრინავში მეგონა ერევანში ვიფრინავდი ლოს-ანჯელესის მაგივრად ო ასია კი ბატონო ესე იგი მაინტერესებს ახლა ამ იქ რამდენად სადმე იქ რაღაც კი ბაიბაში ახლა ცნობილები ხო იცი ამ ცნობილებს ახლა ხშირად ვერ შეხვდები მან და ამბები და ხო და რა აღნა და ნინი ფაჩულია მითხრა ჯანო მალიბუ რო არ გაჩვენო იქო მელ გიბსონი ცხოვრობსო იქ ხალხი და აქეთ ცხოვრობენ მაგრამ ნუ ესენი ხო იცი კაცი დაჯექი ჭიშკართან ვიჯი დაიჯი ჩამოჯექი ნარდი ითამაშიან რა არა გარეთ არ გამოდიან ჩეკეტილი არა ჩეკეტილში გამოდი უბაში ვიღაცა და გინახო იქნებ და ასე მოხდი ამ მალიბუ და ჩემი ოცნება ფოთში ეგეთი ზღვისპირას პირველ ზოლში ესეთი ბარივით იყო რა ახლა სტეიკი რაღაც შეუკვეთეთ ახლა ოკეანის პირას ვარ და კიდე სიზმარში მგონია თავი იქ მივხვდი რატომ ჩაეძინა მიშას იქ ხო სულ ძინავს იქ მაგრამ სიზმარში ხარ რა ხო და ფიჭო ნინი მეუბნება შემოდის ტიპი იცანიო და მე ვთხარი რა ვიცი მე ვთხარი ვერ ვიცანი წვერებში მოხუცია ამბავი და გაიჟა 007 პირველი ტიმოტი დალტონი რა ეს გაიჩიტა და ახლა მე რა მინდა ახლა ჩემი გეგმა მაგრო ერთი ფოტო მაინც გადამაღებინა და მე ხო იცი სტორი და იგერი დან მუსიკას დადება და აი რაღაცები უნდა მიმარია ჟაკა აგერ 00 რაღაცა 007 დამბები და იქით გარეთ გავიდა მანქანის დამყენებელთან მივიდა სტაიანშიკთან მექსიკელი იყო და მეთქი აქ მოუნახავ მომენტს რა და კართან როგორც კი შემოდის სადვიცი ინგლისური და მეთქი sorry დავიღოთ მე უთხარი ფოტო ამა რაღაცა რაღაცა და ბიჭო ვიცი რომ არა და sorry არა მაპატი რაღაცა ცოტა გზელი თქვა რაღაცნაირად და ინეს მე უთხარი რა თქვა მე აი წამოდი უჭამოთ დაანები თავი არა მითხარი ახლა გინება ესეც ვიცი ინგლისურად გახდება რა ეგეც არ არის და ამან სურათის გადასაღებად მოხვედიო და ინგლისური არიციო თურმე რაღაცა ისე ხო და მე ვთქვი შეუპატრონო ინგლისური რო ვიცოდე მე კი არ მოვიდოდი შენ მოხვიდოდი
არა ძალიან ამბიციური გამომივიდა არა მოკლედ ესეთი ამბავი გამოვიდა ეგ ამბავი შემოძრაო და დავტონმა აიოში სურათიო რა აი აქ რო ჩამოვლენ ჩვენც ქართულად უნდა დაველაპარაკოთ ყველა კი ბატონო აი იქ მივხვდი ინგლისური რატომ არ იციო არა უშავ სამაგიეროდ ცეკვა იცი სიმღერა იცი და ცოტა სომხური ისწავლა ცოტა სომხური ხო და მე ისეთი ენა ვიცი დედამიწა ვერ დაადგამ თავში მაგი დაავტონი კი არა ვერ მივხვდება ვერც ერთი ვერც მასადი ვერც ერეუ და ვერც ისეთი ენა კი ბატონო ეხა შენი ცეკვის ამბავი სადმე ხო არ მოგიწია იქ რაღაცა გამოგეჩინა კიდე იმაში Universal Pictures-ში რაღაცას გარეთ უკრავდნენ და იქ შევარდი ვითომ რაღაცა ხეთ ბედნიერებისაგან ეს Universal Pictures-ის აოცრება ეს ატრაქციონები მეგობარმა ჩამომაკითხა ცოლთან ერთად ლევან კვამიჩავა სუპერ მოკრივე იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ყველაფერი დამათვალიერებინეს და იქ სადაც აუცეკვი ეს ამბავი მაგრამ ცეკვის ამბავი ნუ ესეთი და ცეკვა ცხოვრებაში არ მიცეკვია ახლა ცეკვა ვარსკვლავებშიც ხო ვიყავი ანუ სულ გონიათ რომ მე სადღაც წრეზე დავდიოდი ცეკვავდი არა ბავშვობაში რაღაცა ქართული ცეკვა და 150 მანეთის გულისთვის ვერ გავაგრძელე რაღაცა სხვა ისტორია იყო მას და ისეთი ნუ არ მიცეკვია მაგრამ მივხვდი რა შემოპატო საერთოდ არის გენეტიკა ჩვენი ქართული რო რითმი ცეკვა ამბავი და ბიჭო რო აკვირდები მამაჩემს რო შეზარხოშდება აი მართლა მამა როა იმიტომ არა მაგრამ აი მაჭახელის ისინი რო ცეკვავენ საოცარი რაღაც თავის ილეთებს თავის ილეთე ახლა ამას ცეკვავდე და ამ ქუშს ასეწევდე ეს რა ილე ხო რაღაცებს აკეთებს და მამას აქედან აქვს რითმის მაგარი გზა ნუ დედა გიждდება ცეკვაზე და დეიდა ჩემი ერთი ცხონებული მეორე ანუ რო ხედავდი ქორწილები რო იყო არა ცეკვაზე მაგრამ აი ძალიან კარგად ცეკვავენ თავის ბუნებრივი ამბით და ბიძაჩემიც ახლა გამონაკლისი არა დახლო და მოვყვე იმედია ჩემ ბუძას არ ეწყინებას არ ეწყინებას მაო უბრალოდ ერთი მაგარი ისეთი უბედური დრამატული ამბავი შეგვემთხვა ჩვენ სტუდენტი ვიყავი მაშინ არ დამავიწყდება ის დღე რომ თხილის ის რო არის რა მანქანა რა იქა ხელი ჩაყვა რა ხელი ჩაყვა და აფხაზეთში ცხოვრობს დღესაც. აი დედას გებიცები რომ მივაყენო ერთი 100 კაცი გაუფრთხილებლად დღეს. აი ესე დახვდება როგორც. შენ ხო მიდიხარ ხო? არა, ვერ გადავდივარ. ვერ ადრეც ვერ შევა. ხო და ეს ბიზაჩემი გოდერძი როგორია ცხვიტარია ესეთი კაცია და ბიჭო ეს დაემართა და ნუ რა ქნას ახლა უნდა შეეგუოსო. მაგრამ ამ ცალი ხელით მემარცხენე არის თან და მემარცხენე რო არის მარცხენა ცალი ხელით მეცხენის შეკაზება მაქვს ნანახი ცხენს როგორ აი ესე მე სარებს როგორ და რამხელა ეზოკარზა სახს თვითონ უვლის ამ ყველაფერს აი ეს შეეგუა ისე და ახლა ქორწილია შვილი გაუთხოვდა ხო თბილისში ცეკვაზე გაფასდა და უნდა გავაკეთო რა და ქორწილია და ჩემი სოფოს ქორწილია და ეს პიჯაკში ლამაზა და აცვია ეს შეკრული აქ პიჯაკი ნუ ეს ხელი ახლა აი მაფიოზივით ასე და დავიდა და დინტო დაგდ აბა ცეკვა დაისი და წავიდა და ის და მიხვდებული ასე ხა ის როგორ ხდება შვილს უყურებს ტკბება აქ ტაში ყველა შევარდებით გამოვარდებით და ამან ადგა და იფიქრა აი კაც რომელსაც იუმორი აქვს ჩემო ნიკა და თვით ირონია ეს არის გენიალი. შენ ბიზაროა იმიტომ კი არა. საერთოდ ადამიანს ეს რო აქვს რომ ამით არ ითრგუნება და რა და უცებ ბიჭო ეს ასე ადგა როგორია და აი შეიპოვა ეს ხელი. ის კოსტუმი უფრო ასე დგებოდა. როგაშალა ცოტა ნასვამები კი ვარ. ნასვამები ვარ და მე ვთქვი ხმერ თუ რაღაცა ხდება. მოვიდა ხელი რაღაც მაგრამ აი იქ ტაში და იქ ამბავი იყო. მე ვთქვი აი იქ მივხვდი მე მსახიობობის სწორად გამიგეთ რა ახლა ამ პროფესიას ვემსახურები ბოლომდე ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება მაგრამ იმპროვიზაციები რო ხდება ხოლმე რაღაცა საიდან იღებს ეს სათავეს მეთქი აგერს ვაუცებ ამ კაცში დავინახე და აი ესე გააკეთა ამ დაჩება და მაგარი ქორწილი დღეს ახლა არის ვამაყობ მე მაგ ადამიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ ის აკეთებს ის საქმეებს აკეთებს და ის ეს ყველაფერზე იუმორი აქვს ნუ წინვალე. ცხენის შეკაზმა თქვი და დამთავრდა. ცხენის შეკაზმა საოცრება ეს უნდა ნახო. ორი ხელით ვერ აკეთებ. ხელი დასე. ახმარს ყველაფერზე ბერე არ დაგავიწყეს ერთპირიანი თოფიალი და იხვი რო შემოვა ზამთარში ცალი ხელით კიდე მოინადირე მოვა. სასაული კი ძმაო. საინტერესო იქნება. კი
საინტერესო. კი, საინტერესო. ორი ხელით ვერ ვადირო, ბედა, ხელი რა ვაჩევიყო, მაგ ემო ჯანო, აი უდაოდ ისეთი არანორმალურად ნიჭიერი ადამიანი ხარ და მართლა მეამაყება რომ გენაცვალე. ჩვენ მეგობრობთ ამდენი წელია, ჩემი ნიკა, მე შენ და რა ვიცი, მე მინდა სულ წარმატება თქვენთან ერთად. გენაცვალე, მიხარით ერთმანეთს. ესეთი კაი გამოთქმა, რა პირდაღებული გისმენო და ნამდვილად ესია რა. დიდი მადლობა, შენ გენაცვალე თქვენთან. ჩემთვის კიდე რა არის საინტერესო რომ კარგია გვესმის ახლა გასაგებია შიგნით ამბავი, მაგრამ შენი პიროვნებიდან გამომდინარე ის შენი კინო როლები რაც არის დაგროვილი, რომ რაღაცა უცნაურად მაგრად გარდასახვას ახერხებ და კომედიას მიმართულებაში და იმაში და აპლოდისმენტები მინდა შენ მაგარ არგუმენტს გაუსვა და გითხანს იყავი და ბევრი როლი თქვენთან ერთად. და ბევრი პრიზები. თქვენთან ერთად გაიხარეთ, იცოცხლე. იცი რა, მინდა გთხოვო დღევანდელ გადაცემაში, რომ თუ მოახერხებ, აგერ ბიჭები არიან, წინა შენი სტუმრობამ დაანგრია მთელი ინტერნეტ სივრცე შენ მას სიმღერამ და იქნება ერთი ლექსი მოსინჯო რამე გემრიელი ბიჭებთან. ხო იცი ჩვენს პროფესიაში ცალკე ამბავია. შემოპატ, მსვლელად რისკით ყოველთვის სარისკო ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ამ ოცნებას ავიხდენ რომ დუდუკების თანხლებით რაღაცას ვიზამ. მეორეჯერ შეიძლება არც მოხდეს ეგ ამბავი და ამიტომ ჩემ ბატონ მურმანჯინორიას პედაგოგს კიდე აქედან ბოდიშს ვეთქვი თუ რაღაცა ვერ მგენი ბატონი მოვიკითხოთ ბატონი მურმანჯინორია. ცოტა ჯამიდან გამხელობა უშო. კი ბატონო. კი ბატონო. თუ შავთვალება ქალი ჭრდილში მომივა მომაწვის ღვინოს და ბედნიერს გამხდის ის ამით რა სამოთხე ძაღლიშვილი მიწოდეთ მაშინ მე თუ სამოთხე გავიხსენო თუნდერთი წამი როცა ფესვები სიცოცხლისა დამიტუნდება დაზეც სიკვდილი დამედება მძიმე ხუნდებად ღვინის ჭურჭელი გააკეთეთ ჩემი მიწისგან ავსეთ ღვინით და სიცოცხლეც დამიბრუნდება კეიფი მომინდება ჩემო ბადა და მოდი რა გავჩერდით რა. მეთქი, რატო გაჩერდა რა? ამ დროს გაჩერება იქნება. ტიკტანჯავ თქვენ რა. არა, ოქრო ხარ. ჯანო, ყვარყვარეთი დავიწყეთ და მე მინდა ყვარყვარეთი დავამთავრო შენი სტუმრობა, მაინც მოგიწევს, აი ეს ტექსტია. ნუ პრინციპში სუფლიორზეც არის აკრეფილი და მოდი ის ცნობილი სიმღერა რაც ასე დაგვიტოვა ამ გენიალურმა დოდო აბაშიძემ კინოფილმიდან ყვარყვარე მოდი ჩვენი ტექსტებით გავაცოცხლოთ. მოკლედ სანამ დაიწყებ ჩვენ მაყურებელს ვეტყვით რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჯანო იზორია. მადლობა ჯანოს. გიყვართ და ჩვენ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს. აბა მიდი ჯანო. დავაშკრე მაკედონია იქ ვითამაშე ყვარყვარე თავარი პრიზი ავიღე ქართველები გავახარე ჯანიკოს პრიზი რა უნდა ჯანიკო თვითონ პრიზია ბატანიკა მას პიზობს მაშუქებს ტელევიზია ჯანიკოს პრიზი რა უნდა ჯანიკო თვითონ
გორშიც მოვედი მაშუქებს კელები